სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთი. Იცით რომ მომავალი კვირა არის წმინდა სამების დღესასწაული, სამებობასაც იტყვიან და ეკლესია დღეს პირველ მსოფლიო კრებას იხსენებს, სადაც წმინდა სამების შესახებ იყო სწავლება დაცული. ეს დიდი საუნჯია, სწორი რწმენა. უფალი ამბობს, რომ ამისთვის დავიბადეო, ამისთვის მოვივლინო, რომ ვწამო ჭეშმარიტებაო, რომ ადამიანებს სწორედ ასწავლოს ღმერთის შესახებ, სასუფეულის შესახებ, ხსნის შესახებ. არასწორად თუ იცის ადამიანმა ვერ მიუახლოვდება ღმერთს. აი დღეს სახარებაში წავიკითხეთ, რომ რა არისო სასუფეველი ცათაო და უფალი ამბობს თვითონ, რომ მამას ეუბნება, რომ გიცოდიან შენ და ის ვინც მოავლინე იესო ქრისტე. ეს არის სასუფეველი, ჭეშმარიტი სწავლება, ჭეშმარიტი ცოდნა ღვთისა. ეკლესიაში არის ეს ცოდნა შენახული. პავლე მოციქული ამბობს, რომ სვეტი ჭეშმარიტებისა ეს არის ეკლესია. ამაში ინახება მადლი, ამ ეკლესიაში. სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტების არის ეკლესია, მოციქული ამბობს. და სხვაგან უფალი ამბობს, რომ მე აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიანო, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ბრძოლა ექნება ეკლესიას. რო იტყვიან ეკლესიის საკვნიდან მოყოლებული, საოცარი დიდი ქართეხილები გაიარა წმინდა ეკლესია. ხან იტყოდნენ, რომ გაქრობის პირას მივიდაო ჭეშმარიტება. ისეთი დიდი ბრძოლები ჰქონდა. პირველი 3 საუკუნე 10 დიდი დევნა მოხდა. სისხლიან საუკუნეებს ეძახიან ქრისტიანულ ეკლესიაში. რომის იმპერატორები და რომის იმპერია ებრძოდა ეკლესიას და დამარცხდნენ ისინი. და შემდგომ უკვე ახალი ხერხი მოიფიქრა ეშმაკმა ჭეშმარიტების დასარღვევად. ერესები აღდგა. რა არის ერესები? როცა დამახინჯებული სწავლება შემოაქვთ ღმერთის შესახებ, სარწმუნოების შესახებ, ადამიანის შესახებ. აი რამდენი სახის ბრძოლა არსებობს ეკლესიაში, რომ ადამიანებს წაართვან საუკუნო სიცოცხლე. აი სანამ პირველ მსოფლიო კრებაზე ვიტყოდით, დადგა დრო და რომის ეკლესია, რომელიც მართლმადიდებლური ეკლესია იყო და მე-11 საუკუნეში 1054 წელს ჭეშმარიტებას გამოეყო, თავარი მიზეზი ერთ-ერთი ის იყო, რომ დოგმატი დაარღვია. ანუ წამსი, რომელიც პირველ და მეორე მსოფლიო კრებაზე შეიქმნა, შეცვალეს და არის ასეთი დოგმატი, რომ მამისაგან იშვება ძე და გამოვალ სულიწმინდა. და მათ თქვეს, რომ სულიწმინდა გამოდის მამისაგანაც და ძისაგანაც. ეხლა ეს უბრალო ხალხისთვის თითქოს გასაკვირია, ხარ რა მნიშვნელობა აქვს თავარია ღმერთის სწამდეს ადამიანს და აი ეს დეტალები თითქოს ერთი შეხედვით დეტალები რა მნიშვნელობა აქვს. ახლა ეგრეა მთელ სამყაროში არის ღმერთის აღიარება, იმიტომ რომ ადამიანს აქვს უნარები და მათ შორის წმენის უნარი აქვს. და დავანებოთ თავარია ღმერთის სწამდეს და რაღაცა გარეგნული კანონები შეასრულოს. მაგრამ ასე არ არის. ჭეშმარიტება სადაც არ არის და ჭეშმარიტი სწავლება სადაც არ არის, იქ ღვთის მადლი არ არის. აი მამები ამბობენ, თანამედროვე მამები, რომ ავტომობილს რო არასწორადო გაუყენოთ ნაწილები, თუნდაც საათში ერთი მექანიზმი ყველაფერი აირევა. თუ ნამდვილი სწორი ცოდნა არ გვექნება, სულიწმინდა ვერ იქნება ჩვენთან, არ იქნება იმ ეკლესიაში სულიწმინდის მადლი დამკვიდრებული. არ მოხდება ხსნა და გადარჩენა. ჭეშმარიტება არის ჭეშმარიტება. მე მინდა ის თქვა, რომ აი მამები სიკვდილზე მიდიოდნენ, თვეები კრებებს ესწრებოდნენ, არ ზოგავდნენ ენერგიას
დღედაღამ კითხულობდნენ, მსჯელობდნენ, რატო? იცოდნენ, რომ ჭეშმარიტება თუ არ იყო, იქ ხსნა არ იქნებოდა. ამ სოფლიო კრებები არ გაიმართებოდა ამისთვის. სოფლიო კრებები მიეძღვნა იმას, რომ ადამიანებთან სწორი რწმენა მოეტანათ. აი წარმოიდგინეთ, როგორი მნიშვნელობა სწორად სცემ თუ არა თაყვანს ღმერთს და სწორად გესმის თუ არა. დღეს ხალხში მექანიკურად არის დამოკიდებულება რწმენისადმი. ხშირად არც კი ესმის ადამიანს რა სწამს, ვინ სწამს. არადა გადამრჩენელია ჭეშმარიტი სწავლება და ჭეშმარიტი ცხოვრების წესი. ეგრე ყველგან გინდა ისლამში ავიღეთ, გინდა ბუდიზმში აიღეთ, გინდა ნებისმიერ ქრისტიანულ 1000 კონფესიები და სექტებამდე დამდაბლდა ეს. ლუთერანობა არსებობს კიდევ და პროტესტანტობა, კათოლიკობა ხო არის და არის. ყველგან სახარება უჭირავთ, ყველგან ღმერთის სახელს ახსენებენ, ყველა ამბობს ზნეობრივ კანონებზე. მაგრამ უფალია ამბობს აი ესეთ რამეს დღეს სახარებაში წავიკითხეთ იოანე ღვთისმეტყველმა გითხრა რა თქვა უფალმა და ეჯერება იოანე ღვთისმეტყველს არა რომ სასუფეველცად ეს არის გიცოდიან შენ ჭეშმარიტ ღმერთს ის ვინც მოვლნი იესო ქრისტე თუ სწავლება არ არის სწორი სასუფეველს შორს არის მიუწვდომელია ქრისტიანობა მარტო ზნეობრივი კანონები არის სულ არ სჭირდება რელიგია იმას რომ ადამიანი ღირსეული იყოს, თავმოყარე იყოს და უკადრებელი არ იკადროს და რაღაცა ზნეობრივი კანონებით იწვა, ამას არ სჭირდება რელიგია. ვინც აზროვნებს, ის უნდა რაღაცა ღირსეულად იქცეოდეს. მაგრამ რელიგია კიდევ სხვა რამეა, სხვა სულიერი სიმაღლეა. ღმერთს მარტო საქმებით ვერ მიუახლოვდება ადამიანი. მაშინ რატო ქადაგებდნენ ერთ სარწმუნოებას ეს ჭეშმარიტებას მოციქულები? ეთქვათ, ღმერთი იწამე და სადაც ჩადიოდნენ, ყველგან სწამდათ ღმერთი. საუკუნე არ არის, რომ ღმერთი არ სწამდეს ადამიანს. ყველა საუკუნეში და ყველა დროში და ყველა ხალხში პოულობთ, რომ ღმერთის გაგება აქვთ, იმიტომ რომ უნარი აქვს ადამიანს რწმენისა, მაგრამ ჭეშმარიტება უნდა სწამდეს ადამიანს. თავის სარწმუნოებას უნდა იცნობდეს. ალექსანდრიაში, ალექსანდრე იცით ეგვიპტეშია, ალექსანდრე დიდმა დააარსა. იქ მართლმადიდებლობა ყვავის საუკუნეების მანძილზე იყო ყოველ შემთხვევაში. მთელი ბერმონაზნობა იქიდან გამოვიდა. და იქ იყო ერთი მღვდელი, გულმოდგინე, საოცარი მოღვაწე, სახელგანთქმული და აი ამ ადამიანს ესე იგი ეშმაკის მანქანებით აერია გონება და მაცხოვრის შესახებ იქადა არასწორი სწავლება. ჩვენ გვწამს, რომ ძე ღვთისა განკაცდა, ღმერთი და კაცი შეერთდა. სამყარო 6 დღეში შექმნა ღმერთმა და მას შემდეგ არაფერი არ შექმნილა სხვა უცხო. რაც შეიქმნა იმ 6 დღეში შეიქმნა. მხოლოდ ერთი რამ მოხდა განსაკუთრებული. ღმერთი განკაცდა. და არიოზი ამბობდა, რომ სამყაროს დაბადებამდეო ღმერთმაო შექმნა ძე ღვთისაო. ის ღმერთი კი არ არისო, უმაღლესი ქმნილებაო. ანგელოზად მიიჩნევ და დღეს სექტანტები ოღოველები რაც ამბობენ. ეს ყველაფერი ძველია დღევანდელი სექტანტობა. ანუ მაცხოვრის ღმერთობას უარყოფდა. გესმით როგორ არის და ჩვენ რა არის ჩვენთან თავარი? ღმერთი თუ ადამიანი გახდა და ხორცი შეიმოსა ჩვენ ესე ვამბობთ, რომ თუ ღმერთი განკაცდა, ადამიანიც უნდა განიხმრთოს. ეს ძალიან დიდი ღვაწლია, დიდი შრომაა, საკუთარ თავზე მუშაობა, განღმრთობას უნდა მიაღწიო. იცით რა იოლია ახლა მარტო ზნეობრივი კანონების დაცვა. და აბა მიდი განიღმრთე. და ყველა ქრისტიანს ეს ავალია განიღმრთოს, შეიცვალოს. ფერის ცვალება მოხდეს მაშინ. და ეს იოლი ყველა საწყობდა ეს უბრალოდ მარტო გარეგნული კანონების აღსრულება, მაგრამ აი არიო შემოქონდა, არ არისო ღმერთი კაციაო და მაშინ ჩვენც აღარაფერი გვევალება, ხო? ვიცხოვროთ ზნეობრივი კანონები და მორჩა. არა და გვასწავლის ეკლესია, რომ ღმერთი განკაცდა და თითოეული ადამიანის უნდა განიხმრთოს. უნდა მოხდეს მისი ფერის ცვალება ვიმეორებ.
ეს თუ არ მოხდა და ადამიანს ფერი თუ არ იცვარა და ისევ მიწის ფერი თუ ქონდა და ისევ ისეთივე დარჩა როგორიც იყო და არ შეიცვალა, მაშინ არაფერი არ გამოვა მის ცხოვრებაში. ეგრე თეატრშიც თამაშობენ, მაგრამ მეფის როლს და სიტყვაზე რაღაცა სხვადასხვა როლები, მაგრამ მეფეები არიან ისინი. ეხლა შეიძლება ვითამაშოთ, მაგრამ ხო არ გვექნება სიწმინდე, სიმართლე, სიკეთე. აი ეს უნდა გქონდეს ადამიანს, ეს ფერის ცვალება, განხრთობა უნდა მოიპოვოს ამაში. არიოზი ამას ძალიან აუბროლოებდა და იყვნენ ზომიერი არიოზელები. მამა ღმერთი, დიდი ღმერთიაო და ძე მცირე ღმერთიაო. ესე იგი სუბორდინაცია შემოხდა, მრავალ ღმერთიანობა შემოიტანეს. მოკლედ დიდი აღრევა მოხდა და აი ამის გამო კონსტანტინე დიდმა მოიწვია მსოფლიო კრება. 325 წელს იმდენად, რომ აი სოფლიოდან ჩავიდნენ და ცნობილი არის, რომ აი მე-4 საუკუნიდან რომ ბიჭვინდის ეპისკოპოსი სტრატოფილე ჩვენი მიწიდან, აფხაზეთის მიწიდან ჩავიდა და მონაწილეობას იღებდა იმ კრებაში, რომ არიოზის წვალება შეეჩვენებინათ და ქრისტეს ერთარსობა მამასთან და ქრისტეს ღვთაებრიობისთვის ხარი დაეჭირა და დაეცოთ ეს ჭეშმარიტება, რომ ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი კაცი, განკაცებული ღმერთი. იქ იყო წმინდა სპირიდონი, იქ იყო ათანასე დიდი, ამბობენ წმინდა ნიკოლოზიცო და სხვანი მრავალი წმინდანი და მოვიდნენ ისეთები, რომელსაც ზოგს თვალი ჰქონდა დათხრილი, ზოგს ხელი მოკვეთილი, ან დამწვარი სხეული, დაზიანებული ფეხი. რატომ? ჭეშმარიტებას იცავდნენ, ჭეშმარიტ რწმენას იცავდნენ და არ გადაიდრიკნენ არც მარცხნივ და არც მარჯვნივ, საშინლად აწამებდნენ მათ. ისინი სწავლებას არ უარყოფდნენ, მიდიოდნენ სიკვდილზე და დასახიჩრებაზე და ჭეშმარიტებას არ უარყოფდნენ. აი ესეთი ხალხი მოვიდა, აქტიურად ამხსარებელი, მოწამენი, ცოცხალი მოწამეები. და არიოს შეაგონებდა იმდენად, რომ წმინდა სპირიდონმა სასწაულიც მოეხდინა, რომ სამება გაეგებინებინა, აგური აიღო, მოუჭირა ხელი, წყალი გადმოვიდა, ცეცხლი გამოვარდა, ქვიშა ხელში დარჩა და უთხრა ეს ერთი აგური იყო, მაგრამ აი ცეცხლი, წყალი და ქვიშა სამი რამისგან შეიქმნაო. მრავალი მაგალითი მოყავდათ, რომ გაეგო, მაგრამ აი ამ პარტაუნება რა ცუდი რამა. განა წმინდანები უხსნიდა, ვერ იგებდა, მაგრამ ეხს არ უცვლიდა, ჯიუტობდა, ამ პარტაუნება არ აძლევდა უფლებას, რომ ეღიარებინა, რომ შევცდი და არასწორად ვასწავლედი ამდენი წლები და საშინელი სიკვდილით მოკვდა. მისი სწავლება დაგმობილი და შეჩვენებული იქნა, დაწყეული და ანათემურებული იყო მისი არასწორი სწავლება და ფაქტიურად წამსის ნახევარი იქ შეიქმნა. და ჩვენც აი ამ მამების გავსათ უნდა ჭეშმარიტებაში ვიყოთ, ჩვენი სარწმუნოება უნდა გავიგოთ. დოგმატები დღეს არასწორად ესმით, ამათ გონიათ, რომ რაღაცა კანონებია დოგმატები. ღმერთმა რომ სამყარო შექმნა, ეს დოგმატია. ღმერთს რომ მამა, ძე და სულიწმინდა ქვია და ერთი ღმერთია, სამპიროვანი. ეს არის დოგმატი. ღვთისმშობელი რომ არადის ქალწულია, დოგმატია. აი ეს არის დოგმატები. აი მთელი წამსი ეს არის დოგმატი, რომელსაც ჩვენ ყოველდღე ვკითხულობთ, რომ ეს ეგ წამს ვაღიარებთ. და ეს უნდა იცოდეს ადამიანმა. მარტოს ნეობრივი საქმეები არ აცხონებს, აბა რატო ამდენი ეკლესიები, ამდენი განყოფანი. ხოდა მას ვამბობდი, რომ აი ამაში უნდა ვიყო და ასე ვცხონდები და გადავრჩები და ანდრია მოციქულმა იქადაგა ჩვენში და მე მოვიდა მე-4 საუკუნეში წმინდა ნინო და მან ჩვენში ჭეშმარიტი სწავლება განამტკიცა ანდრია მოციქულისა, სვიმონ კანონელისა, მატათას ნაკადაგები მოციქული მატათას და პირველი დედოფალი ნანა იყო, ვინც მას დაემოწაფა, ერთ-ერთი პირველი იყო. ამ მეფეს და ამ დედოფალს მთელი საქართველო უნდა ადიდებდეს და თაყვანისცემდნენ. რომ არა მათი ღვაწლი და მათი გონიერება, მათი გულის სიწმინდე ჩვენ შეიძლება სიბნელეში დავრჩენილიყავით. და მეფემ რომ გაიგო ჭეშმარიტება, აი მოდის თხოთის თაზე იცი დაუბნელდა და მოუწოდა თავის სრულ ღმერთებს და არა ნუგეში მიიღო და შველა და შემწეობა მათგან
მაშინ ამბობს რომ ნინოს ღმერთო შემეწიო და ნათელი მოეფინა ქვეყანაზე და მოდის გახარებული მადლით აღსებული ჭეშმარიტება გაიგო გონება გაუნათდა და გულმა მიიღო წმინდა ნინოს ეძებს მოვიდა მცხეთაში და სად არის უცხო იგი დედაკაცი რომელსაც დედა ჩემიო და ღმერთი მისი ღმერთი ჩემიო წმინდა ნინომ გააგებინა ღმერთი მირიან მეფეს და მირიან მეფეში გაიგო მთელმა ჩვენმა ერმა და ამ ჭეშმარიტებას ვინახავთ და იყო დრო ერესებში იყო გადავარდნილი დიდი ეკლესიები ადგილობრივი და იოანე გუთელი საქართველოს ჩამოვიდა რადგან საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა სადაც ჭეშმარიტებას იცავდნენ და ინახავდნენ და ერესები არ იყო ხელდასხმა აქ მიიღო სწორი ხელდასხმა და წავიდა თავის ქვეყანაში აი ეს არის ჩვენი ქვეყანა და ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჭეშმარიტი რწმენა ჩვენ უნდა ვერდგულობდეთ ამ ჭეშმარიტი რწმენა ჩვენგან აი ფერერა ფლორენციის კრება რომ მოხდა 1438-29 წელს ორი ეპისკოპოსი გაგზავნეს და იქ კათოლიკები ძალიან ძალმომრეობდნენ 1000 ხერხებით რომ ესე იგი მთელი მაშინდელი სამყარო მიეღო მათი სწავლებები 5 საკითხი იყო დაყენებული და მათ შორის დოგმატური საკითხებიც იყო ფილიოკვის საკითხი იყო სულიწმის გამოვლენა ძისაგან ისეთი ძალმომრეობა რომ ერთმა ეპისკოპოსმა სალოსობა მოიგონა ანუ გიჟად გამოაცხადა თავი ოღონდ სრულ რწმენას არასწორულ რწმენასთვის ხელი არ მოეწერა იქ რაც მიიღეს მარკო ზეფესელმა და ქართველებმა და ძალიან მცირე ჯგუფმა არ მოაწერეს ხელი არასწორ სწავლებაზე არ მიიღეს გამობრუნდნენ და წამოვიდნენ აი ესეთი იყო ჩვენი ერი და ჩვენ გვეკუთვნის რა აი ესეთი წინაპრები ყავდა და მთელი ქრისტიანულ სამყარო ჩვენი სულიერი წინაპრები არიან დოგმატური საკითხები უნდა წაიკითხოთ არის დოგმატები უნდა ვიცოდეთ წამსის განმარტება უნდა წაიკითხოთ რა გვწამს ეს უნდა ვიცოდეთ ამაში რომ ვერ ერყეოდა ჩვენი ხალხი იმიტომ გაერთიანდა სექტებში ეს სექტები რასაც ასწავლიან ის მე-4 საუკუნეში შეაჩვენა მსოფლიო მამებმა და დაწყევლა ეს სწავლება და მისი მიმდევრები უარყო და დღეს აი სექტებში გაწევრიანდა ქართველი ადამიანი და იმას იმეორებ რასაც არიოზი იმეორებს სხვას კი არაფერს ამბობენ ესენი ერთი მისდევენ არიოზის სრულ სწავლებას და ამიტომ დაემხოს ყოველივე სრულ სწავლება ყველა ადამიანი რომელიც ამ სექტებშია გაბნეული ჭეშმარიტებას დაუბრუნდნენ ჭეშმარიტ ეკლესიას დაუბრუნდნენ ჭეშმარიტ სწავლებას დაუბრუნდნენ სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა ეკლესია აქ მოქმედებს სულიწმისმა და ეს სიცრუე არ არის მარტო აბად მოიყვანეთ და აკურთხონ წმინდა წყალი აი სულ იოლი და ადვილი და უბრალო მაგალითი უხრწნელება ეძლევა ნაგურ წყალს და 100 წლეულები ის არ გაფუჭდება აი ამ პატარა სასწაულით პატარა თუ უკვე დიდი აღარ ვიცი ჩანს რომ ცხადი სასწაული ხილული თვალით რო იხილება წყალს რომელსაც 5-6 დღეში ვეღარ დალევ 10 წლეულები იქნება და ის ვარგისია და რა ჩანს ამ ეკლესიაში სულიწმის მადლი მოქმედებს და იმას რომელსაც ეკლესია ქვია და სულიწმის მადლი არ მოქმედებს სუტყვილად ქვია ეკლესია ეს იმდენი ეკლესიებია უამრავი მაგრამ სულიწმის მადლი არ მოქმედებს სადაც სწავლება ჭეშმარიტი დარღვეულია იქ არ არის მადლი სულისა წმინდისა ხსნა არ მოხდება აი უფალმა სულიწმის მადლი აღუთქვა და ამაღლებიდან 10 დღეში გარდამოვიდა სულიწმის მადლი რატო 10 დღეში აი მაინც და მაინც 10 დღეში რატო აი 23 ფსალმონშია ასეთი სიტყვები თქვენ ზიარების ოცნებს რო კითხულობთ იქ წერია ასეთი სიტყვები აღახვენი ჭენი თქვენი თავარნო და აღახვენი ჭენი საუკუნენი და შეუდეს მეუფე დიდების ანუ უფალი რომ აღლდება ანგელოზები ამბობენ რომ ჭეები გააღეთო შევიდეს მეუფე დიდებისა და ვინ არის ესე მეუფე დიდებისა უფალი ძალთაი თავადი არის მეუფე დიდებისა და მე კიდე ქვემორენი ზემოთ ესეუნებია რომ გააღონ ჭეები
და ესე ამბობენ მამები და განმარტებები ამ სალმონისა, რომ ანუ 64 ხო დახურული იყო, ცათასასუფეველი ხო დახურული იყო და უფალი რომ მიდის ესო 9 დასი ხუა სერაფიმები, ქერუბები, საყდარი, უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი, მთავრობანი, მთავარანგელებს და ანგელებს. აი ამ დასების გავლას, რომელიც ადიდებენ, რომელიც აქებენ, რომელიც ამბობენ, რომ ჭეები გაიღოს ცათასასუფევლისა, 9 დღის განმავლობაში ხდებოდა ესო, არის ასეთი სწავლებაც. და მეათე დღეს უფალი მამის წიაღში სულიწმინდის მათს გადმოუნეს წმინდა ეკლესიას. აი ეს არის თავარი ეკლესიაში მოსვლის ხსნის საშუალება, რომ და გადარჩენის საშუალება, რომ სულიწმინდის მადლი მიიღოს ადამიანმა. ამ მადლის სადგური იყოს, ამ ნათლის არა სიბნელისა და სიბილწის და უწმინდურების და უკეთურების და უსამართლობის ადგილი იყოს ადამიანი, არამედ სიწმინდის ადგილი იყოს ადამიანი. და სულიწმინდის მადლი, აი როგორც შავრკინას ცეცხლი შეეხება და განათდება ეს სიშავე, თუ მადლი მიიღო ადამიანმა, ვის სული განსპეტაკდება და გადარჩენა. და რა არის სასუფეველი? უფალი ამბობს, დღეს რო კითხო სასუფეველი რა არის? 1000 რამე სიტყვის ადამიანი და თვითონ უფალი ამბობს რა არის სასუფეველი. ის რომ გიცოდიან შენ ჭეშმარიტი ღმერთი, ის ვინც მოავლინე იესო ქრისტე. ღმერთის ჭეშმარიტი ცოდნა არის სასუფეველში მემყვანებელი, ცხონების გზაზე დამყენებელი. გადამრჩენელი სწავლება თუ არ არის, ის ეკლესია არ არის, ტყუილი სახელი, იქ მადლი არ არის. აი ამაშია საქმე და დიდება ღმერთს, რომ ამ ჭეშმარიტებაში ვართ. იმ ეკლესიის შვილები ვართ, რომელმაც შეინახე ეს ჭეშმარიტება, რომელიც დგას წმინდა წერილზე, წმინდა გარდამოცემაზე და 7 მსოფლიო კრების წმინდა მამათა მიერ აღსრულებული კრებების სწავლებაზე დგას ჩვენი ეკლესია, რომელიც სულიწმინდს იმართებოდა ის ეკლესიები და ჩვენ სარწმუნოებაში უნდა გავერკვიოთ, ჩვენ სარწმუნოებაში. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, თქვენა და საქართველო, ამინ. შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს არის ამაღლების შემდგომ ყოველთვის არის მამა დავითობა. იცით, ეს დიდი მამა, ღვთისმშობლის წყალობა არის, ასურელი მამები და მათ შორის დავით გარეჯელი, დიდი სიწმინდე, იმდენად დიდი, რომ ჩავიდა იერუსალიმში, არ შევიდა, არავარო ღირსიო, იქ სადაც მაცხოვრის კურთხეული ტერფები ეხებოდა იმ მიწას, არ შევეხები მეო, ვერ შევალ იქ, ვერ გავიდა, ქვა იყო, სამი ამას წავიღებო, როგორც სიწმინდესო. პატრიარქს გამოეცხადა, ანგელოზი წადიო, მთელი მადლი მიაქ იერუსალიმის და დაატოვებინეს 2 და დაეწივნა და 1 წამოიღო. აი ისეთი დიდი რწმენა და სიწმინდე ჰქონდა და დანარჩენს ხუთშაბათს ვიტყვით და ვისაც აქვს საშუალება შეუძლია გარეჯში წავიდეს, შეიძლება მამა დავითზე ავიდეს, იქ სასწაულმოქმედი წყარო არის და მის სახელობის ტაძარია, ქაშვეთიც იცით მას უკავშირდება და თუ ვინც არა და აი აქ ჩვენ განვადიდებთ ღმერთს მამა დავითობას, იქნება წირვა და ღვთის დიდება და შაბათს არის სულთაობა, სული შაბათია. დიდი, ესე იგი, მსახურება იქნება მიცვალებულთა წირვა და მერე დიდი პანაშვიდები და დაიდგმება მაგიდები და იკურთხება საკურთხი და მერე უკვე შემდგომ 1 კვირის მერე იქნება მარხო პეტრე პავლოვისა, მაგრამ ამას მერე სულთმოფენობას გეტყვით. სულთმოფენობას ტაძარი შეიყვება სიმწვანითა და ყვავილები და ვისაც აქვს სურვილი, რომ შეამკოს რაღაც 1 ყვავილი და ან 1 მწვანე ტოტი, ჩვენ ნებას გთავთ. ვისაც აქვს სურვილი, ჩვენ ისედაც ვამკობთ, მაგრამ თუ გაქვთ ესე იგი სურვილი და რატო იმკობა ასე სულთმოფენობას თქვათ. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, წყალობით აგავსო თქვენა და საქართველო საქრისტიანო. ამინ. Yeah.
Tam Tvarno Mona Zonta Oda Tanam Pitru Angelo